მოზარდ მაყურებელთა თეატრში მუშაობდი, როდესაც შევიტყე თბილისში. იხსნება ახალი ქართული დრამატული თეატრი. ეს მაშინ შაუბნელ დროს იყო სენსაცია. მივქანდი ლერი პაქსაშვილთან, ვიყავი ახალგაზრდა თამამი, ცოტა თავხედიც და ვეუბნები, ბატონო ლერი, რომ იცოდეთ როგორ მღერი, როგორ ვცეკვავ და ნიჭიერიც ვარ მეთქი. და როგორ მინდა თქვენთან ერთად ავაშენო თეატრი თქო. მე ნელი ვარ ბადალაშვილი, ახმეტელის თეატრის მსახიობი. მაშინ არ იყო არც დეკორაცია, არც რეკვიზიტი, არც გარდერობი და ყველაფერს ვეზიდებოდი, მომქონდა. ვაჟაზე რომ მუშაობა დავიწყეთ, ვაჟა-ფშაველას პიესაზე მთანი მაღალნი, მივქანდი ასეთი დაწესებულება იყო სოლანი მე მგონი ვაკეში და შევარდი დირექტორთან ვეუბნები, ბატონო, ახალი ქართული თეატრი გაიხსნა, ვაჟას დგავთ და გვინდა ხანჯლები, ნაბდები, თეთრი, შავი, ნუ ყველაფერი მოგცა ამ პატიოსანმა კაცმა და ეს ასე ვზრუნავდით. ყველა ჩვენთაგანი სხვათა შორის და მე მაინც რაღაცა განსაკუთრებულად. იცით რა არის, მე მანგლისელი ვარ და იქ პატარა სოფელია ალგეთი, სადაც ჩემი პაპა და ბაბო ცხოვრობდნენ, ქართლში ასე ეძახიან და მთელი არდედეგები ზაფხულობით ბავშვობისას იქ ვატარებდი, სულ მარტო. ხო და მე მივხვდი რომ ვთამაშობდი, როცა მარტო რჩებოდი გესმის და ვიღაცა მიყურებს. ფიქრობდი ვიღაცა მიყურებს, როგორ ავდიოდი მთაზე, ხეზე, როგორ უვლიდი, ვთქვათ, ძაღლებს და რაღაცა და ეთყობა ვთამაშობდი უკვე და ეს იყო რაღაცა მაგის დასაწყისი. რთული იყო მაშინ, არ მიშვებდნენ, გამოვიპარე, რომ ჩამებარებინა, მოკლედ და მადლიერი ვარ ჩემი მშობლების და ახლობლების და ოჯახის, რომ ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საყვარელი პროფესია შევიძინე. ძალიან ხშირად ვამბობ ამ ფრაზას, თეატრი მკლავს და თეატრი მაცოცხლებს. მკლავს, არ გამოდის როლი, მივდივარ თეატრიდან, ღამეები არ მძინავს, წიოკობ. ყოველი სპექტაკლის წინ ეს არის პრემიერა თუ მიასე სპექტაკლი, ისევე ვთამაშობ, ისევე ვღელავ და ვდგავარ კულისებში, როგორც პრემიერის დროს. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, დარბაზში 10 კაცია თუ სავსეა მაყურებლით. როდესაც გამოდის როლი და კმაყოფილი ხარ შენ თვითონ სპექტაკლით და დგახარ წელგამართული, აიწევა ფარდა და გადიხარ და ტაში და ეს ისეთი ბედნიერება, ეს ისეთი სიხარული, ისეთი ემოცია, რომ ღირს ამისთვის წვალება, რა თქმა უნდა. მალე 50 წელი შესრულდება, რაც სცენაზე ვდგავარ. რამდენი როლი ვითამაშე, მთავარი, ეპიზოდური, პრინციპში არ ვთვლი და აღარც მახსოვს. სხვათა შორის ძალიან მიყვარს ეპიზოდური როლების თამაში და ამის კეთება, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა და ძალიან რთულია, იმიტომ რომ ერთ პატარა სურათში შედიხარ. ვინახარ, რა ხარ, რა გინდა, რა გამოგაქვს. ეს ყველაფერი უნდა მოაქციო ამ პატარა ერთ სურათში და ამაზე მუშაობა არის რთული. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ და მე რეპეტიციები უფრო მიყვარს ვიდრე სპექტაკლი. უცნაურია, ხო? ძალიან მიყვარს სამაგიდო რეპეტიციები. აი ზუსტად ვიცი ხვდები იმ წუთში ჩემ პერსონაჟს, რა აცვია, ქუდი ახურავს, მაგრამ უჭირა თავსაფარ, რა აქვს და ძალიან ხშირად მე ჩემ პერსონაჟებს, ჩემ გმირებს მე თვითონ ვაცმევ სხვათა შორის და ერთ სპექტაკლში ბატონმა ირაკლიმ სარეპეტიციო კოსტუმი მქონდა გაკეთებული, ტატიანაში დამიტოვა თავიდან ფეხებამდე, აი ეს. ყველა ჟანრში ვთამაშობ, ვოდევილი კომედია, დრამა, ტრაგიკომედია, ყველა ჟანრში კარგად ვგრძნობ თავს, თუმცა ჩემი საყვარელი ჟანრი მაინც ტრაგიკომედიაა. დიახ. წლები გავიდა, რას ვითამაშებდი, რა ვერ ვითამაშე. როცა ახალგაზრდა ვიყავი, ჯულიეტა გახվდით. ასაკში. არ ვიცი, ყველაფერი ჩემთვის საინტერესოა, იცით. რაც რთულია სამუშაოდ. საინტერესოა და ვსწავლობ ძალიან ბევრს, სხვათა შორის ახალგაზრდებისგანაც. ვზივარ ხოლმე რეპეტიციებზე, უყურებ, როგორ მუშაობენ, როგორ ფიქრობენ. ძალიან საინტერესო, ნიჭიერი ახალგაზრდები მოვიდნენ ჩვენთან თეატრში.
როდესაც მოვიდა ასაკი. აღმოვაჩინე, რადგანაც მე არ შემიძლია ჩემი საყვარელი საქმის გარეშე დავიწყე პროექტების კეთება დავიწყე უამრავი საღამოები და ყველაზე მნიშვნელოვანი რითიც მე ჩემ თავთან ზოგჯერ ეს სიამაყით გავიხსენებ ხოლმე ეს იყო ციხეში მუშაობის წლები. ყველა ადამიანს აინტერესებს აი ციხის კედლებს მიღმა იქ რა ხდება და განსაკუთრებით ხელოვანს აინტერესებს და მე მოვახერხე და შევიტანე სპექტაკლი ქალთა მეხუთე პენტენციურ სივრცეში და ვნახე არაჩვეულებრივი ქალბატონები, ნიჭიერები, ლამაზები, ახალგაზრდები და ისე მომინდა მათთან მუშაობა და მოკლედ გამოვიტანეთ მე მათი ერთი სპექტაკლი ეს გახლავთ ციხის თავზე ანგელოზები დაფრინავენ პატიმრის პიესის მიხედვით გავაკეთეთ ეს სპექტაკლი და გამოვიტანეთ აქ ვითამაშეთ ახმეტელის თეატრში შემდეგ მარჯანიშვილის თეატრშიც ვითამაშეთ ეს სპექტაკლი. როდესაც მეკითხებიან, საიდან ქალბატონო ნელი ეს ენერგია, ეს მოძრაობის სურვილი, ძალიან მარტივია მეგობრებო, იმიტომ რომ გაეცი პატარა სიკეთე და სიყვარული და ზღვა რაოდენობის მოდის იქიდან და შენ გახარებს, გაბედნიერებს და გავსებს. რაც შეეხება ჩემ თეატრს, ეხლა ვმუშაობთ საშობაო სპექტაკლზე, მუზიკლზე, ძალიან მალე ვითამაშებთ პრემიერას. და ბატონი ირაკლი წლებია მეუბნება რომ საიუბილეო თარიღი აღნიშნოთ რაღაცნაირად თავს ვარიდებდი და წელს 75 წლის გავხდები მე მგონი ვეღარ გადაურჩები ხო და ვფიქრობთ გავაკეთოთ არ ვიცი ეს იქნება სპექტაკლი ეს იქნება საღამო მოკლედ ამაზე ვმუშაობთ ისე რომ ცხოვრება გრძელდება და სიცოცხლე ძალიან მშვენიერია.